ორბანის და ფიცოს მაგალითიც აჩვენებს, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ქონდეს ერთ პატარა სახელმწიფოს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. არის ხოლმე ხანდახან საუბრები, რომ მათ შორის ეგრეთ წოდებულ მმართველ წრეებშიც, რომ აი ევროკავშირის წევრები რო გავხდებით, დავკარგავთ სუვერენიტეტს, დავკარგავთ დამოუკიდებლობას, ვიქნებით რაღაცას დამოუკიდებული, ასე შემდეგ. მაგრამ რეალობა არის ძალიან განსხვავებული. ამას ეძახიან გაზიარებულ სუვერენიტეტს, მაგრამ რეალობას რაში გამოიხატება. შენი საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოდგენილი არის ფაქტობრივად ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არ არის გადაწყვეტილებაზე მას აქვს დამბლოკავი ვეტო. ამასთან ერთად, როცა საქართველოს იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, საქართველოს წარადგენს ერთ ადამიანს, რომელიც იქნება რომელიღაცა ევროკომისარი, რომელიღაც თემის მიმართულებით იმუშავებს ევროკომისიაში, ხო? და ჩვენ გვეყოლება ჩვენი ევროპარლამენტარების დელეგაცია, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ ევროპარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ კი რაღაც გარკვეულ სფეროებზე საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ბრიუსელსა და სტრასბურგში, აი ამ ბრიუსელში და სტრასბურგში პროპორციულად საქართველოს იქნება ასევე წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ არათუ ჩვენი სუვერენიტეტი ზიანდება, დამოუკიდებლობა იჩაგრდება. არამედ პრინციპში რაღაც მომენტში ჩვენ ხვდებით უფრო გავლენიანი აქტორიც კი ევროპული პოლიტიკის წარმოების კონტექსტში, ჩვენ შეგვიძლია რომ თანაბარი წილი, ხშირ შემთხვევაში თანაბარი ხანდახან შეიძლება პროპორციული, კონდეს სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებით. და ამიტომაც ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ საქართველოს სუვერენიტეტს დაკარგავს და უარს იტყვის და ასე შემდეგ, ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი სახელმწიფო ჩვენ სამეზობლოში, რომელსაც ჩვენი სუვერენიტეტი ხინჯად აქვს, არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და არა ევროკავშირი, რომელიც პირიქით ამდენი წლის განმავლობაში გვეხმარება, რომ ჩამოყალიბდეს როგორც შემდგარი დამოუკიდებელი სახელმწიფო.